პოზიციით მოვდადეთ ამ შემთხვევაში. ჩემგან ინტერვიუს აღება რუსთავორს ნამდვილად არც არასოდეს უნდა და არც ახლა არ უნდა. როგორ არა გვაინტერესებს ხავდონა და ძალიან ობიექტური ტელევიზია. 30 წამი დაგველოდებით. ხარ გაფუჭებული, გატუტუცებული ტელევიზია. დიდი მადლობა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიცი რომ პირდაპირ ეთერში ვარ, სხვანაირად თქვენ როგორ მაჩვენებთ მე. მაგრამ მიუხედავად ამისა, არასოდეს არ ვიქნები რუსთავი 2-ის დახურვის მომხრე. და ძალიან გთხოვთ, ნუ წარმოაჩენთ საქმეს ისე, ვითომდაც რუსთავი 2 იხურება და დემოკრატია თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს ხალბატონო ადამ? დემოკრატიის შუქურა ისპობა. თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს? იქ მიმდინარეობს მფლობელის შეცვლა თუ არ შეცვლა. აი ეს პროცესია და თქვენ როგორც ყოველთვის დიდი ზარზეიმით ამრუდებთ ვითარებას, ამრუდებთ ფაქტებს და რასაკვირველია მორიგჯერ ატყვევთ მოსახლეობას. მე გეკითხები თქვენ პოზიციას. მილის საგანი ნამდვილად არ არის, მე პოზიცია ვთქვი. თქვენი აზრით კიბერხალვაშის მოსვლა არ შეცვლის არედაქციო პოლიტიკას რუსთავის. რა ვიცი მე შეცვლის თუ არა. არ იცით. რასაკვირველი არ ვიცი. რა იცით რომ ისინი ვინც ამას ამბობენ წინასწარმეტყუიან. რას ტყუიან, რუს ტყუიან. მეორე მხარე ვინც ამას ამბობს. თქვენ ტყუით იმაში, რომ აცხადებთ რუსთავი 2 ბატონი ირაკლი თუ იგივე იმეორებს, ესე იგი იტყუება ისიც. მაგრამ მე არ გამიგონია ბატონი ირაკლი რას ამბობს, თუ იგივე თქვათქო. თქვენ ტყუით იმაში, რომ რუსთავი 2 იხურება როგორც ტელევიზია და დემოკრატიის შუქურა მოისპობა საქართველოში. ეს არის ტვილი. დიდი მადლობა. ეს იყო დიდი მადლობა. ეს იყო ხალბატონი ადამ მარჟანიას პოზიცია, რომელიც თუ შეიძლება როგორც პრემიერ-მინისტრის, ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადება ჩემთვის მიუღებელი იყო, ასევე მიუღებელია ჩემთვის დღეს ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება. დიდი მადლობა. აი ეს პოზიცია მინდა დავაფიქსირო და მანამ ვერ დავაფიქსირებდი მე ამას. სანამ არ შევეჭერი თქვენ პირდაპირ ეთერში. კარგით, მე დიდი ხანი ველოდებოდი და რიგში რომ ჩამდგარიყავით აუცილებლად მოგიწევდა. რიგში რუსთავი 2-ის ინტერვიუს მისაცემად არასოდეს არ დავდგები. დიდი მადლობა. თქვენ იმდენი დანაშაული გაქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნის წინაშე. დიდი მადლობა, ხალბატონო. მიუხედავად ამის, უნდა მაინც როგორც ტელევიზია მუშაობდეთ. დიდი მადლობა. ბატონი ირაკლი დაბლიაშვილი. რომ გამოსორდეთ და დადექით საქართველოს ინტერესების მხარეზე და ხალხზე. დიდი მადლობა. ბატონი ირაკლი დაბლიაშვილი, ხალბატონი ადას შემდეგ.